უხარისხო ჩატარებული სამშენებლო სამუშაოები და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი 360-მდე დევნილი ოჯახი. გორში ვერხვების დასახლებაში მცხოვრები დიდი და პატარა ლიახვიდან დევნილი მოსახლეობა გაუსაზრის საყოფაცხოვრებო პირობებზე საუბრობს. იძულებით გადაადგილებულთა თქმით დასახლებაში არსებული თითქმის ყველა კოტეჯი ავარიულ მდგომარეობაშია. მიზეზი კი მშენებლობისას დაშვებული შეცდომებია. დევნილები ამბობენ, რომ უხარისხო ჩატარებული სამუშაოების გამო კოტეჯების საცხოვრებლად უვარგისია. ისინი დახმარებას სტოლვითა და განსახლების სამინისტროს თხოვენ. სამინისტროში აცხადებენ, რომ სარემონტო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. დასრულების შემდეგ ყველა ოჯახი ეტაპობრივად დაკმაყოფილდება. აგვისტოს ომის შემდეგ სოფელ თამარაშენიდან დევნილი ჩუმაშვილების 11-სულიანი ოჯახი სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ 60 კვადრატული მეტრი ფართის კოტეჯში ცხოვრობს. ჩუმაშვილები ამბობენ, რომ აქ მათი ყოფნა უკვე სიცოცხლისთვის საშიშია. 4 წლის განმავლობაში კოტეჯის კედლემ რღვევა და დანესტიანება დაიწყო. გადაადგილებისას კი იატაკი და კედლები იმდენად ირყევა, რომ შესაძლოა კოტეჯი ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. სარტყელი არ აქვს პირველ სართულზე გაკეთებული და როგორც საძირკველი, მე თვითონ მშენებელი კაცი ვარ, საძირკველი როცა იჭრება, უნდა დაჭდეს ნულზე რაც არის დაბლობში და საძირკველი გაჭრილი ისე უნდა იყოს, სადაც მაღალი მხარი არის. აქ კიდევ რელიეფის მიხედვით გაჭრეს 60 სანტიმეტრზე და არ ჩააყოლეს ალმატურა. ობდება სახლი, ბავშვები გაუსაძლისათად ცხოვრობენ. იმ დაობებულ სახლში ბავშვი რო სუნთქავს, ხო არ იქნება კარგი, არა, ინგრევა, დაბზარულები არის, პოლიგონი არის ახლოში, თუნდაც სროლები რო აფეთქებები რო არის, ზანზარებს სახლები. ცუდი ამინდის დროს ქარი შემოდის დანაბზარებიდან. ცივა გათბობას ჩართავ, გადასახადი დიდი არის, ქალაქთან შედარებით გადასახადი ჩვენთან უფრო მეტი არის. ანალოგიურ მდგომარეობაშია გორში, ვერხვების დასახლებაში მცხოვრები 360-მდე ოჯახი. დევნილი მოსახლეობა უხარისხო ჩატარებულ სამშენებლო სამუშაოებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი კოტეჯები ფუნდამენტურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს. წყალი შემოდის აი ეკედანა, კარებს ვერ გააღებ თოვლი და წყალი სულ აქ შემოდის. ქარი ქრის, ქარიც ისე ქრის ქარი, რომ აი ზოგჯერ კარებს აღებს. ისეთი დიდი ქარი ქრის აქა. და ობდება სახლის, სულ დაირღვა, დაიშალა. აი არ შეიძლება რა, აუტანელი არაფერი ისინი. უნეტაზე რო შემოვედით, მაშინვე წყალი დიოდა. არა წყდება, სულ მოდის მუდმივად. სტოლბილთა და განსახლების სამინისტროში ამბობენ, რომ აღნიშნული პრობლემები მათთვის ცნობილია. მინისტრის მოადგილის მამუკა ცოტნიაშვილის განცხადებით, სამინისტრო ვერხვების დევნილთა დასახლებაში უახლოეს მომავალში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას გეგმავს. ეს კიდევ ერთი დანაშაულებრივი ქმედებაა წინა გამოძახილისა, წინა ხელისუფლების გამოძახილისა ზუსტად. გარკვეულწილად მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყება ეს მშენებლობა. ის წარმომადგენლობა ოჯახებისა, რომლებიც მართლაც დაუმძიმეს მდგომარეობაშია, პირველ ეტაპზე მიიღებენ შესაბამის ფართს და დაკმაყოფილდებიან. დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილი მოსახლეობა სახელმწიფოს მხრიდან დახმარების მოლოდინშია. მათი თქმით, ყოფილი ხელისუფლების მხრიდან არაერთი დაპირების მიუხედავად კოტეჯების გარემონტება 4 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა.